ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილებას იჩერებს. დავით დავალმა გადაწყვეტილება დღეს იმ ბრალდებების გამო მიიღო, რომელსაც მას საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი უყურებს. სულხან ხობულაძე ამტკიცებს, რომ დვალმა მას სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირების მიზეზი ხობულაძის ინფორმაციით სოციალურ ქსელში საკრებულოს თავმჯდომარის შეურაცხყოფელ კომენტარს მოყვა. დავით დვალი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და პროვოკაციაზე საუბრობს. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე უარს აცხადებს შეასრულოს საკუთარი მოვალეობა. სრული სიცრუეა ჩემის მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ეს არ ყოფილა, ეს არის ბლეფი, ეს არის ავანტურა, ეს არის სრულ დასმება. მიუხედავად ამისა, რადგანაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და ჩემი მაღალი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე არ გაჩნდეს განცდა იმისი, რომ მე შეიძლება ზემოქმედება მოვახდინო პროცესებზე, მე მივიღე გადაწყვეტილება და ვიჩერებ უფლებამოსილებას.